კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით სამოქალაქო აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავეს. 23 წლის დიასამიძე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლითაა დაკავებული. წარდგენილი მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 5 წლამდე ითვალისწინებს. როგორც ახალგაზრდა ქალის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, ის ლანჩხუთში სპეცოპერაციით მაშინ დააკავეს, როცა აქტივისტი ბათუმისკენ მიკროავტობუსით მიდიოდა. დაკავების შემდეგ ის თბილისში გადმოიყვანეს. თუთბერიძის თქმით, დაკავებულ 9 საათის განმავლობაში ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება არ ეძლეოდა. ამის შესახებ მან ნეტგაზეთთან კომენტარში განაცხადა. ადვოკატმა ასევე ისაუბრა, რა ვითარებაში დააკავეს დიასამიძე და თქვა, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში მას ხელების ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. პირველ რიგში არის საოცრება და გავკრებას იწვევს ის მასშტაბი და ის რესურსი, რომელიც დაიხარჯა სტუდენტი გოგონას დასაკავებლად, როცა ჩატარდა ძალიან სასაცილო პრიმიტიული სპეცოპერაცია. იგი მიდიოდა სახლში, მიემგზავრებოდა აჭარაში, სოფელში, საკუთარ სახლში, რა დროსაც თითქოს მიკროავტობუსი, რომელიცაც ის გზავრობდა, გაფუჭდა, გადასვეს სხვა მიკროავტობუსში, შემდეგ ამ სხვა მიკროავტობუსმა გააჩერა და ჩაუსაფრთხნენ სადღაცა ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე გურიაში, ტყეში. ჯერ მივიდნენ მძღოლთან და იჩხუბებოდნენ პოლიციელები არარსებულ სამართალდარღვევაზე, თითქოს ბრძოლმა რაღაცა საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, ხოლო შემდეგ უკვე ბრძანების მიღების შემდეგ ისინი მივიდნენ მეგისთან, პირველი რაც გააკეთეს, წაართვეს ტელეფონი და ამის შემდეგ მუდმივად 9 საათის განმავლობაში მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა. ბუნებრივია ეს უკავშირდება მეგის მონაწილეობას აქციებში, დემონსტრაციებზე სიარულს, იმიტომ რომ საუბრის თემა პოლიციელებთან მუდმივად იყო ეს, რომ დადიოდა თუ არა მეგი აქციებზე და თუ დადიოდა, რატომ დადიოდა. მას ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება, ან ხელების წინ გადმოტანა, უთხრეს ძალიან ცინიკურად, რომ არ ემოძრავა, ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტყინებოდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაული და არც სამართალდარღვევა. ქურდოვანიძე წერს, რომ ბანერი დაზიანებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასზე გაკეთებული წარწერა მალევე მარტივად მოაშორეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, კალაძის ბანერს საღებავის გადასხმის გამო ახალგაზრდებს უსწრაფესად აკავებენ, მაგრამ მათი თქმით არც ერთი გამოძიება არ მიმდინარეობს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტივისტებს და ჟურნალისტებს უსასტიკესად უსწორდებოდნენ თვეების მანძილზე. თუ საკითხი ეხება საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას, საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას, გარანტირებულად და ამის გამო შეიძლება ვინმეს ციხე ეკუთვნოდეს, გარანტირებულად გეუბნებით, რომ ქართული ოცნების შემადგენლობის 70% ეხლა ციხეში უნდა იჯდეს, იმიტომ რომ პოლიტიკური ოპონენტების საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანება ქართული ოცნების პირობებში ერთგვარი საარჩევნო ტრადიცია არის. მაგრამ არ მინახავს არც ერთი მათ წარმომადგენელი, ვისაც ამ დაზიანებების და ამ ზიანის მოყენების გამო ციხე უხეხავს. აქ ისევ ნათლად პირდაპირ უყურებთ ტლუ ძალის გამოვლინებას, როდესაც ერთის მხრივ ხელისუფლება მის ოპონენტებს ჩვენ ყველას უდევნის ყველაზე სასტიკი ფორმით, 23 წლის გოგო სპეცოპერაციით აიყვანეს მიკროავტობუსში და ისე ჩამოიყვანეს აქ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ოფისი არის 13 ჯერ დარბეული. შუბებით, მოლოტოვის კოქტეილიც არის ნასროლი, დამწვარია შენობა, საღებავია შესხმული, ავეჯია დაზიანებული. არც ერთი პირი არ არის ამასთან დაკავშირებით დაკავებული. ეს ერთი. მეორე 28 ნოემბრის შემდეგ 400-ზე მეტ ადამიანს აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ აქვს მიღებული ჯანმრთელობის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დაზიანება. არც ერთი სამართალდამცველი, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი ამასთან დაკავშირებით არ არის დაკავებული. ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი ყობახიძემ დაკავებულ ქალს ნაცი აქტივისტი ტიტუშკა უწოდა, კახაკალაძემ კი რადიკალი. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა 23 წლის სტუდენტმა გოგომ მეგი დიასამიძემ ციხისთვის საკუთარი თავი თავად გაიმეტა. კალაძის თქმით, ბანერის დაზიანება ცუდი ფაქტია და კანონი აუცილებლად აღსრულდება. არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება ზოგადად. რაც შეეხება პატიმრობა იქნება, სახლში გაშვება იქნება, ამას არც თქვენ წყვეტს, არც მე ვწყვეტ, ამას წყვეტს მოსამართლე. და კეთილი ინებეთ დაელოდეთ სასამართლოს. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არის აღსრული და თქვენ გახსენდებათ ეგეთი кейსი, როდესაც ბანერის დაზიანებისთვის ვინმე ციხეში გაუშვეს რამდენიმე. ფაქტი არის ძალიან ცუდი. ფაქტი არის ძალიან ცუდი. არც ერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა. დაკავებული იქნა 3 პირი. აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი ტიტუშკა, რომელმაც დააზიანა 3 ვათქო, აქედან 2
არის ჩვენი ორგანიზაციის პარტიის მხარდამჭერი. მაგრამ სამართალი ყოველას მიმართ უნდა მოქმედებდეს, რა თქმა უნდა, თანაბრად. 150 ლარის ზევით ღირებულების თუ არის შესაბამისი ნივთი, არის სისხლისამართლის დანაშაული, ჩვენ არ მოგვიგონია 35 წელი ასე. რაც შეეხება თვითონ სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის ფასსაც და ყველაფერსაც, ხო? თვითონ თქვენ რო ამბობთ იმას, რომ 5 წლით თავისუფლების საქმეთა შეეფარდება ამ ადამიანს, ეს არის მარტივი სპეკულაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს თბილისში მელიქიშვილის გამზირზე კალაძის შტაბის წევრების მიერ აქტივისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გუშინ კიდევ 2 პირი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაკავებულები არიან ზაზა მამალაძე, რომელმაც 8 სექტემბერს აქციაზე დემონსტრანტ კალს ხელი გაარტყა და ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც ხელკეტი ჰქონდა და ერთ-ერთ აქციის მონაწილეს ჩაარტყა. გავრცელდა კადრებით, სადაც ბუაჩიძე პოლიციას ეუბნება თქვენიანი ვარ.